პირველ რიგში იმით დავიწყებ, რომ ეს არ არის რაღაც სერიოზული მეცნიერული კვლევა, არც რაღაც განსაკუთრებული თეზისი, შესაბამისად მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ მივიღოთ თან სკეპტიკურად, თან საინტერესოდ და კარგი იქნება თუ რა თქმა უნდა ინტერაქციული იქნება ნებისმიერი კითხვა, რომელიც გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ პარალელურად დასვათ. გადავიდეთ პირდაპირ მაშინ სათავეზე, რას ნიშნავს პირამიდებიდან ყურსასმენებამდე ხმის სიხშირეებისა და ვიბრაციების საიდუმლოებები. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, როდესაც ადამიანებმაც პირველად აღმოაჩინეს საერთოდ ხმა და რა ძალა შეიძლებოდა ქონოდა ხმას, ან თუნდაც მიაღწიეს იმას, რომ მისი ვიზუალიზაცია გაეკეთებინათ, მაინც რაღაც საიდუმლოებებს მოიცავდა და თითქოს დღემდე ვერ აღმოგვიჩენია საერთოდ რა არის ხმა, რა შეუძლია ხმას და როგორ შეიძლება ეს ხმა გამოვიყენოთ. დღევანდელი ლექცია ზუსტად ამას ემსახურება, რომ როგორღაც ხმა დაუკავშიროთ პირამიდების დროინდელ სამყაროს და წამოვიღოთ უკვე დღევანდელობაში და ყურსასმენებამდე მოვიყვანოთ. ამ ყველაფერს დავიწყებ ცნობილი მეცნიერის ფრაზით, რომელიც არის ნიკოლა ტესლა, რომელმაც პირველად თქვა, რომ თუ გსურთ გაიგოთ სამყაროს საიდუმლოებები, იფიქრეთ ენერგიაზე, ხმის სიხშირეებზე და ვიბრაციებზე. ნიკოლა ტესლა აშკარად ჩვენზე ბევრად უფრო წინ იყო აზრობრივად და დარწმუნებული ვარ რაღაც თავისი თეორია იყო თუ საიდუმლო აღმოჩენილი ჰქონდა, თუმცა რატომღაც ვერ დასცალდა ალბათ იმ ერთ ცხოვრებაში, რომელიც თავის შემოქმედებებს შეუქმნა, მიუძღვნა. გადავიდეთ რელიგიაზე ასევე, სადაც ინდუიზმში პირდაპირ გვიწერია, რომ სამყარო შეიქმნა ხმით, ანუ პირველად იყო ხმა და ამ ხმას როგორღაც მოყვა ყველაფერი, რაც შემდეგ სამყაროში შეიქმნა. თვითონ ქრისტიანობაშიც შეგვხედრიათ ალბათ ეგ გამოთქმა, ინგლისურად let there be light, ან ჯერ იყო ბგერა, ხმა. თვითონ რელიგიაშიც კი გვიწერია, რომ ჯერ იყო ხმა და შემდეგ წამოვიდა ყველაფერი, ანუ შუქამდეც კი იყო ხმა. გადავიდეთ კიმატიკაზე. კიმატიკა არის მეცნიერება, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვიზუალიზაცია მივცეთ ხმას. ხმის ვიზუალიზაცია კი გვეხმარება იმაში, რომ გავიგოთ აქვს თუ არა საერთოდ ხმას ფორმა და როგორ შეიძლება ეს ხმის სიხშირეები და ვიბრაციები გამოიყენოთ იმისთვის, რომ მატერიას ფორმა შეუცვალოთ. კიმატიკა რეალურად პირველად აღმოაჩინა 1787 წელს ერნსტ კლადნიმ. კლადნი იყო ეს ადამიანი, რომელმაც პირველად გამოიწვია საკუთარ თავში რაღაც დაინტერესება მუსიკის მიმართ. ის უკრავდა ვიოლინოზე და ამავდროულად იყო ფიზიკოსიც. ზუსტად ვერ გეტყვით რანაირად აღმოაჩინა ერნსტ კლადნიმ ეს ფენომენი, რომელსაც შემდეგ უკვე ტონოსკოპი დავარქვით, მაგრამ კლადნიმ როგორღაც მოახერხა, რომ პირველად შეექმნა ტონოსკოპის პროტოტიპი, ესე ვთქვათ. შემდეგ სლაიდში აგიხსნით ტონოსკოპი რა არის და როგორ გამოიყენება, ახლა კი დაახლოებით ჩემ თეორიას გეტყვით კლადნის როგორ შეიძლებოდა ერხოვნა ეს ყველაფერი. არ ვიცი, ალბათ ვიოლინოზე დაკვირისას შესაძლებელია, რომ მტვერი მოხვედროდა ვიოლინოს და ამ ხემის გასმისას გამოწვეული ვიბრაციებით ამ მტვერს მოძრაობა დაეწყო და აქედან წამოსულიყო ეს ინტერესი. ან შეიძლება სულ სხვა რაღაც იყოს, უბრალოდ ჩემი სპეკულაცია არის. ფაქტი კი ის არის, რომ კლადნიმ როგორღაც აიღო სადგამი, რომელსაც ხედავთ სურათზე, ამ სადგამზე არის დამაგრებული ფირფიტა, თხელი მეტალის ფირფიტა და მეტალის ფირფიტაზე არის მოყრილი ან მარილი, ან შაქარი, მტვერი, ფქვილი, ნებისმიერი სახის მსგავსი მატერია. კლადნი იყენებდა ვიოლინოს ხემს და ხემი, როდესაც აი ამ ფირფიტის კუთხეს ჩამოუსვა, გამოიწვია ვიბრაციები და ამ ხმის სიხშირემ და ვიბრაციებმა, რომელმაც ამ კონკრეტულ მატერიაზე გაიარეს, როგორღაც დაიწყეს ფორმების ცვლა. და ეს ფორმების ცვლა იყო პირველი ვიზუალიზაცია რეალურად ხმის და შესაბამისად მე ვიტყოდი, რომ ეს იყო დასაბამი კიმატიკის. თუმცა სამწუხარო ფაქტია ის, რომ 180 წელი არც არავის აინტერესებდა ეს თემა, არავის არ გაუღრმავებია ეს მეცნიერება და მოკლედ ინტერესი, ესე ვთქვათ, გაქრა. სანამ ჰანს ჯენიმ 180 წლის შემდეგ, ანუ 1967 წელს დაიწყო წიგნის წერა, რომელიც ეძღვნებოდა საერთოდ კიმატიკას და ხმის ვიზუალიზაციას. ეს პირველი წიგნი მან ამ წელსვე გამოსცა და დააქოინა სიტყვა კიმატიკა და ჰანს ჯენი აღწერდა იმას, რომ არსებობს ხმის სიხშირის
უბრალოდ ხმის დაბალი სიხშირეები და მაღალი სიხშირეები. დაბალ სიხშირეს შეუძლია რაღაც მარტივი ფორმა მისცეს ტონოსკოპზე გარკვეულ მატერიას, ხოლო რაც უფრო მაღალი იქნება სიხშირე, მით უფრო რთული იქნება ფორმა. პირველ ფოტოზე ხედავთ რეალურად ტონოსკოპს, რომელიც უფრო, ესე ვთქვათ, მეცნიერულად კონკრეტულ სიხშირეზე შეგვიძლია დავაყენოთ. ხოლო აქეთ არის ტონოსკოპი, რომელიც სახლშიც კი შეგვიძლია დავამზადოთ. ტონოსკოპი არის რეალურად ცილინდრი, ამ ცილინდრზე გადაკრული ნებისმიერი სახის ტყავი, ლატექსი, ან მემბრანა, რომელიც იქნება თხელი. დაკავშირებული არის რაღაც ტუბით, თუნდაც მილი რო აიღოთ წყლის და ეგ დავაკავშიროთ როგორღაც და ამ მილში ჩავბეროთ. ან ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება, რომ პირდაპირ ამ ცილინდრს ქვევიდან საქსაფონი ამოვუდოთ, რომ მაქსიმალურად დიდი სიხშირე მივაწოდოთ, ვიდრე დავუშვათ მილიდან. ორივე მაგალითზე ვხედავთ, რომ განსხვავებული ფორმები არის მიღებული და ფორმების ვიზუალიზაციისთვის კიდევ უფრო თვალსაჩინო არის აი ეს 4 ნახატი, რომელიც ჰანს ჯენის თეორიის მიხედვით, აი პირველი არის დაბალ სიხშირეზე, მეორე შედარებით უფრო მაღალი და შესაბამისად სიხშირის ზრდასთან ერთად კიდევ უფრო რთული ფორმები გვხვდება ტონოსკოპზე. ეხლა კი გადავიდეთ წყლის მოლეკულური სტრუქტურის ცვლილებაზე და თუ როგორ შეიძლება პოტენციურად ხმას შესძლოს ეგ. მასარუ ემოტო, რომელსაც სხვა მეცნიერები მოიხსენიებდნენ ფსევდომეცნიერად, იმიტომ რომ რატომღაც ვერავინ ვერ გაიმეორა მისი ექსპერიმენტი და მისი ექსპერიმენტის მიმდევრებით ძირითადად არიან ის ადამიანები, რომლებიც აი მედიტირებაზე და იმ სპირიტულ სამყაროზე არიან გადართულები. თუმცა მასარუ ემოტოს თეორია დღემდე აქტუალურია და მოდი გავიგოთ ეხლა ისი თქმა უნდა საერთოდ ამ ადამიანს თავისი თეორიით. რატომღაც ემოტო დაინტერესებული იყო წყლის მოლეკულური სტრუქტურით და იმით, რომ ეს წყალი სხვადასხვა კონდიციებში, სხვადასხვა ხმის სიხშირის ზემოქმედების შემდეგ გაეყინა და მისი კრისტალების ფოტოები გადაიღო. ანუ წყლის კრისტალების ფოტოები გადაიღო და ერთმანეთისთვის შეედარებინა. და ენახა რა განსხვავება შეიძლებოდა ყოფილიყო. ნუ მასარუ ემოტოს თუ დავიჯერებთ, პირველ ფოტოზე არის გამოსახული კრისტალი, რომელიც ave marias მოსმენის შემდეგ ამ წყალს ასმენიებდა ave marias. იგივე მაგალითად, რომ მცენარეების გაზრდისას ადამიანები მათ კლასიკურ მუსიკას ასმენინებენ და რატომღაც ღმერთმა უწყის რანაირად, მაგრამ უკეთესი შედეგი იდება, ვიდრე ჩვეულებრივ რეჟიმში გაზრდის დროს. მეორე ვარიაცია გვაქვს, როდესაც სიყვარულს და თბილ სიტყვებს ეუბნებოდნენ წყალს, რაც არ უნდა სიგიჟედ ჟღერდეს ეს ყველაფერი. და მესამე არის რეალურად ყველაზე საინტერესო ვარიანტი, იმიტომ რომ მესამე ფოტოს პირველ ნაწილში არის გამოსახული წყლის კრისტალი ჩვეულ რეჟიმში და მეორე არის, როდესაც გალობას მოასმენინეს, ანუ ბუდისტმა ბერმა რაღაც თავისი ლოცვა დაიწყო ამ წყლის წინ. და ეგ არის ის კრისტალი და რაღაც მაქსიმალურად სიმეტრიული მულტფილმებში რო ხდება ხოლმე რაღაც იდეალური ფიფქი რო ვარდება ციდან ზუსტად ეგეთი ფორმა მიიღო. ეს თუ რა თქმა უნდა მასარუ ემოტოს კვლევას დავიჯერებთ და კიდევ უფრო საინტერესო არის ეს ფაქტი გამომდინარე იქიდან, რომ არ ვიცი დაკვირვებულ ხარ თუ არა, მაგრამ როდესაც ეკლესიაში თუნდაც მიდიხარ ცუდ ხასიათზე ან რაღაც ცუდი განწყობით რომ შეხვიდე, გარკვეული დროის განმავლობაში იქ რომ მოისმინო ლოცვები და სადღაც აი 9 საათში, 1 საათში გამოდიხარ თითქოს ყველაფერი უკეთ არის რა. და ამ ყველაფერს რეალურად ეს ხმა და ხმის ვიბრაციები იწვევენ და რადგან ადამიანი დაახლოებით 70-80% წყალია, შესაბამისად თუ ხმას შეუძლია რომ წყლის მოლეკულური სტრუქტურა შეცვალოს, რაც წესით მეცნიერულად შეუძლებელია, თუმცა არამოლეკულურ დონეზე და ცოტა უფრო ზევით რო ავიდეთ, თეორიულად არის შესაძლებლობები რა. და მოკლედ მასარუ ემოტო ზუსტად იმას ქადაგებდა, რომ წყალს შეუძლია, უბრალოდ ხმას შეუძლია ჩვენი შინაგანი სამყარო შეცვალოს და ჩვენი გუნებაზე და ჩვენ ემოციაზე ზემოქმედება მოახდინოს. კიდევ ერთი მაგალითი ხმის სწორი გზით გამოყენების. ეს ადამიანი არის პიტერ დეივი, რომელიც უბრალოდ საქსაფონისტი იყო, არანაირად განსაკუთრებული მეცნიერი არ ყოფილა,
და როგორღაც თავისთვის სახლში მოაფიქრდა, რომ აი ეს საქსაფონზე შეიძლებოდა რაღაცები დაერთებინა და ეს ხმები და ვიბრაციები, რომელიც საქსაფონიდან გამოდიოდა, იმდენად ძლიერი იყო, რომ შეეძლო წყალი აედუღებინა. პირველმა პროტოტიპმა ისეთი კარგი შედეგი ვერ მისცა, როგორცაც ელოდებოდა, წყალი უბრალოდ რაღაც ბუშტუკებს გამოცემდა და შეიძლებოდა ცოტათი უფრო თბილი ყოფილიყო ვიდრე საწყის მდგომარეობაში. მაგრამ შემდეგ პიტერ დეივი ახერხებს, რომ გამოიგონოს პირველი სონიკური მადუღარა. და რას ნიშნავს ახლა სონიკური მადუღარა და რით განსხვავდება ჩვეულებრივი მადუღარისგან, რომელიც სახლში შეიძლება გქონდეს ყველას. სონიკური მადუღარა იყენებს აკუსტიკურ რეზონანსს და ეს პიტერ დეივის მადუღარა შედგებოდა რეალურად სამი მნიშვნელოვანი რაღაცისგან. ერთი იყო ზამბარა და ზამბარაზე ორი ლითონის, ესე ვთქვათ, ზარის ფორმის დისკოები. ესენი იწყებდნენ ვიბრირებას, იმიტომ რომ დენზე ქონდა შეერთებული, მიუხედავად იმისა, რომ აკუსტიკურად უნდა მომხდარიყო, დენზე აერთებდა, რომ როგორღაც ეს ვიბრაციები მიიღო და ეს ვიბრაციები არის ზუსტად ის ვიბრაციები, რომლებსაც შეეძლო წყლის მოლეკულის რეზონანსში აყვანა. რატო იყო ახლა ეს კარგი და ესე საოცრება? პიტერ დეივი სულ რაღაც 3 წამში ახერხებდა, რომ ერთი ჭიქა წყალი აედუღებინა. ჩვეულებრივ მადუღარას ჭირდება ალბათ 2 წუთიანი. არ აქვს მნიშვნელობა. წუთსა და 3 წამშიც უკვე ძალიან დიდი სხვაობა. თუმცა რატო ანუ მიზეზი რატომაც არ მოხდა ამ გამოგონების მასიურად გამოტანა და დღეს რატო არ ვიყენებთ რაღაც სონიკურ მადუღარებს, ის არის რომ ხმა ქონდა ძალიან ცუდი და გამაღიზიანებელი, როდესაც ამ პიტერ დეივი ამას აერთებდა და ეს დისკოები მოძრაობას იწყებდნენ, აი უსაშინლესი ხმა ქონდა და შეიძლება ზოგიერთი ადამიანისთვის აუტანელიც კი ყოფილიყო ეგ. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, თვითონ პიტერ დეივი იძახდა, რომ მისი დივაისის მიერ ადუღებულ წყალს რატომღაც უკეთესი გემო ჰქონდა. გამომდინარე იქიდან, რომ თან იმდენად მაღალ სიხშირეზე ვიბრირებდნენ ეს დისკოები, რომ ნალექსაც კი არიდებდნენ. ლითოტრიფსია, რომელზეც დიდხანს არ გავჩერდები, ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისი, თუ როგორ გამოვიყენებთ ხმას მედიცინაში და როგორ შეგვიძლია ესე ვთქვათ, გაჭრის გარეშე ვუმკურნალოთ ეგრეთ წოდებულ კენჭს. ხმის გამოყენება ასევე ხდება სამხედრო სფეროში, სასერი, ან ხმის ლაზერი, მარტივად რომ აღვიქვათ, რომელსაც ორი მნიშვნელოვანი გამოყენება ჰქონდა. ერთი არის ის, რომ ხმას როგორღაც მივცეთ ერთი სწორი მიმართულება და შეეძლოთ, რომ გაეგზავნათ ეს ხმა სწორი მიმართულებით ძალიან შორ მანძილზე, ისე რომ სხვებს არ ქონოდათ ამასთან შეხების უფლება და ანუ ერთი წერტილიდან მეორე წერტილში მიეწოდებინათ რაღაც ინფორმაცია. ეს ერთი ვარიაცია, ხოლო მეორე ვარიაცია ის არის, რომ ამ ხმის ლაზერით, ლაზერი ესე თეორიულ დონეზე, თორე ანუ ხმის მიმართულებას ვიძახი რა, თუ იქნებოდა ეს სიხშირე ძალიან მაღალი, ადამიანებში იწვევდა რაღაც თავბრუხვევას, დისორიენტაციას და ამას ძირითადად იყენებდნენ ტრის მოსაგერიებლად ან გემებზე, მაგალითად მეკობრეები, როდესაც უნდათ რომ თავიდან მოიშოვონ. შემდეგი ადამიანი, რომელზეც მინდა ვისაუბრო და რომელმაც პირველად საერთოდ გამიჩინა ინტერესი ხმასთან დაკავშირებით, ეს იყო მაიკლ ტელინგერი. ტელინგერი არის მეცნიერი, რომელიც შეუპოვრად დღემდე ატარებს ლექციებს და ადის და ყველა ადამიანს ეუბნება, რომ პირამიდები ხმით აშენდაო და მაინც არ ნებდება, მიუხედავად იმისა, რომ სხვა მეცნიერები ეუბნებიან, რომ არა, შეიძლება არ იყოს, რასაც იძახი მართალი და უბრალოდ დაანებთავე, არა ის მაინც აგრძელებს ამას და მოდი დავიწყოთ ყველაფერი იმით, რომ მაიკლ ტელინგერმა სამხრეთ აფრიკაში დაიწყო აღმოჩენა გარკვეული სოფლების, რომლებშიც არც ადამიანის გადმონაშთები იყო, არც ძვალი, არც ანუ წესით არავინ არ ცხოვრობდა იქ რა და ეს სოფლები რაღაცნაირად ქსელურად არიან ერთმანეთთან დაკავშირებული. იმდენად საინტერესო იყო ეს მაიკლ ტელინგერისთვის, რომ დაიწყო რაღაცების გამოძიება იქ, რაღაც არტეფაქტებს პოულობდა, ცდილობდა რომ აეხსნა, მაგალითად ეს ქვა რატო იყო ასეთი ფორმის, დონატის ფორმის ქვებს პოულობდა, ვის რა სჭირდება დონატის ფორმის ქვები, მაგალითად არ ვიცი, ძველი წელთაღრიცხვით მეხუთე საუკუნეში, ხო? და მოკლედ ტელინგერი ამბობს ესეთ რაღაცას, რომ ძველი ცივილიზაცია ძალიან უყვარს ანუნაკის გამოყენება, ძველი ცივილიზაცია იყენებდა ხმას ლევიტაციისთვის.
და მისი აზრით Stonehenge-იც და თუნდაც პირამიდებიც აშენებული იქნა ხმის სიხშირით და აკუსტიკური ლევიტაციით. რა არის ახლა აკუსტიკური ლევიტაცია და როგორ შეიძლება რომ მაგალითად დიდი ქვა ავიყვანოთ რეზონანსში და სიხშირის გაზრდის შემდეგ, თუ რა თქმა უნდა ეს შესაძლებელია, სიხშირის გაზრდის შემდეგ როგორღაც ეს ობიექტი აიწიოს ჰაერში. პირველ რიგში განახებთ ვიდეოს, სადაც ტელინგერმა აღმოაჩინა ქვები, რომლებიც ზარისებრ ხმას გამოსცემენ და მეორე ვიდეოში იქნება უკვე ერთ-ერთი პირველი მცდელობა ხმით ლევიტაციის, თუმცა არა რაღაც დიდი ქვის, ჯერჯერობით მხოლოდ პატარა ობიექტის. ეს არის კუბი, რომელიც რეალურად ვაკუუმია და ორი მიმართულებით შემოდის ხმის სიხშირეები. თუ ერთი სიხშირე ცოტათი მაინც აირევა ან მოიმატებს, ეს რაღაც ჩატებულთი ფურცლისგან თუ რისგანაც არ უნდა იყოს დამზადებული, იწყებს ტრიალს. ეხლა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა არის აკუსტიკური ლევიტაცია და ეს ჯერჯერობით მე მგონი ერთადერთი დაანდილებული და დასტურებული ფაქტი არის, რომელზეც დღეს ვისაუბრებთ. აკუსტიკური ლევიტაცია ნამდვილად არსებობს და მეცნიერებმა როგორღაც მოახერხეს, რომ ორი დივაისი ზევით და ქვევით დავაყენოთ, რომლებიც აი ფოტოზე ჩანს, პირველ ფოტოზე ზევით და ქვევით არის ყველაზე მარტივად რო აღვიქვათ სპიკერები და ეს სპიკერები გამოსცემენ რაღაც მაღალ ხმის სიხშირეს. და როდესაც ხმის სიხშირეები ერთმანეთში იკვეთება, ამ გადაბმებს, რომლებსაც ნოუდება და ანტინოუდება ვყავთ, კვეთების შიგნით, ანუ კვეთებს შორის, ანუ ყოველ კვეთას შორის იჩითებ გვხვდება ჯიბეები, მოდი ესე დავარქვათ და ეს ჯიბეები არის ზუსტად ის ადგილი, სადაც შეგვიძლია რომ ძალიან მცირე ზომის ბურთულები მოვათავსოთ და ეს ბურთულები ავტომატურად იწყებენ ლევიტაციას. პირველ ნახატზე რო ჩანს, რომ 4 პატარა ბურთულა არის გაჩერებული ჰაერში, ეს ბურთულები რო სულ პატარა კოვზით, აი ერთად შევიტანოთ და ეს კოვზი ნელა ქვევით ჩამოვწიოთ, ეს 4-ვე ბურთულა ესე სიმეტრიულად გაჩერდება ზუსტად იმ ნოუდებში, რომლებსაც ჯიბეებს ვეძახით და აი ხმის ჯიბეებში დაიწყებენ გაჩერებას და ლევიტაციას, სანამ რა თქმა უნდა ხმა არ გამოირთვება. რაც დაახლოებით იგივე ვარიანტია და იგივენაირად მოქმედებს, როგორც ტონოსკოპი. ტონოსკოპის მემბრანას, როდესაც ქვევიდან ხვდება ხმის სიხშირე და იწყებს ვიბრირებას, არის ნაწილები, რომლებიც ყოველთვის ვიბრირებს, მაგრამ არის ნაწილები, რომლებშიც ეს ვიბრაცია არ ხდება და უძრავი არის. და ზუსტად ეგ ადგილები, რომლებიც არის უძრავი, სწორედ მან გროვდება ის მტვერი თუ მარილი თუ ნებისმიერი მატერია, რაც ზევიდან არის მოყრილი. და ეგრე იქმნება ფორმები. დაახლოებით იგივე პრინციპი არის აქაც, რომ ხმის სიხშირეებს შორის არის ის პაკეტები, ჯიბეები, რომლებშიც ვახერხებთ, რომ რაღაცეები გავჩეროთ ჰაერში. მედიცინაშიც იყენებენ სხვათა შორის, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი დივაისი, რომელსაც შეუძლია წყლის ჰაერში გაჩერება, მაგალითად, რომ ერთი წვეთი რომ ჩავასხათ, ესე ვთქვათ, ამ ჯიბეში ის გაჩერდება და შემდეგ უკვე შეგვიძლია რომ მიკროსკოპით დავაკვირდეთ. ახლა კი დაუბრუნდეთ ისევ მაიკლ ტელინგერს. ეს არის ზუსტად ის ქვები, რომლებზეც წინათ ვსაუბრობდი. პირველ ფოტოზე არის წარმოჩენილი ice cream phenomenon-ს ეძახიან, ანუ ნაყინის ტიპის ქვებს. ამაზე ცალკე ეს არის ისტორია, რომელსაც მოგიყვებით. ესენი არის ზუსტად ის დონატები, რომლებზეც წინათ ვსაუბრობდი და კიდევ მაგალითი იმისი, რომ იმ სოფლებში, ზუსტად სამხრეთ აფრიკის სოფლებში ძალიან ბევრი რაოდენობით მოიპოვებოდა ზუსტად მსგავსი ფორმის ქვები. ეს კი წინათ ვიდეოში რაც ნახეთ, რაც კიდევ ერთხელ მინდოდა რომ აქ ჩამერთო, იმიტომ რომ თუ ორი ხმის სიხშირე ერთმანეთს ხვდება სადღაც და როგორღაც მოხდება ამ ხმის სიხშირის მიმართულების მიცემა ან ამპლიფიკაცია და მოხდება ეს საგანს, თეორიულ დონეზე შესაძლებელია რომ ეს ობიექტი ჰაერში აიწიოს. რამდენიმე წინააღმდეგობა გვაქვს აქ. ერთი წინააღმდეგობა არის ის, რომ სიხშირე რაც უფრო იზრდება ყურისთვის, მით უფრო აუწანელი ხდება
და ის სიხშირე, რომელმაც შეიძლება რომ Stonehenge-ის ქვა ან პირამიდის რაღაც ასტონიანი ქვა აწიოს, უბრალოდ იმდენად მაღალია, რომ შეიძლება ადამიანი ადგილზევე მოკვდეს. ტელინგერი კი მაინც იმ თეორიას ემხრობა, რომელიც იძახის, რომ ჩვენ წინა ცივილიზაციას ჰქონდა რაღაც განსხვავებული ძალა და განსხვავებული დანადგარი, რომელიც ამ ორ სიხშირეს ერთმანეთთან აკავშირებდა და შემდეგ ამპლიფიკაციას უკეთებდა. ეხლა როგორ არის მის თავში სულფერი დალაგებული? რადგან ამ ქვებს აქვს წაწვეტებული ფორმა, თუ ეს წინა ვიდეოში ვნახეთ, რომ ეს ხმები ვიბრირებენ და შეუძლიათ ხმა გამოსცენ. ტელინგერი იძახის, რომ თუ ამ ორ ქვას აი ესე ერთმანეთს დაუმიზნევთ და შუაში მოხვდებიან ეს სიხშირეები და შემდეგ გაივლიან აი ამ დონატის ფორმის ქვაში, ეს დონატის ფორმის ქვა უკეთებს ამ სიხშირეს ამპლიფიკაციას. რასაც ბევრი სხვა მეცნიერი, რა თქმა უნდა, არ ემხრობა, თუმცა საინტერესო არის კიდევ ერთი ისტორია, სადაც ედ ლიტსკალნინი, ესეთი მშენებელი იყო, ქვაზე მომუშავე ტიპი, რომელმაც ააშენა ცნობილი Coral Castle ქვებისგან გააკეთა ძალიან დიდი პარკი, რომელსაც ყველაშორის შეგიძლიათ ეწვიოთ და ნახოთ რამდენად ლამაზია, მაგრამ ქვები იმდენად დიდი იყო, რომ შეუძლებელი იყო ამ კაცს ეს ქვები გადაეტანა ერთი ადგილიდან მეორეზე. და ედ ლიტსკალნინი არავის არ იყენებდა, ანუ არავის არ უშვებდა იქ არანაირ ხელსაწყოს, დანადგარს, არც მანქანა, არაფერი მსგავსი, ანუ ქვები დააყრევინა ერთ ადგილას და მე ვთქვა, რომ აწიო მე ვხედავ. და როგორღაც ამ ადამიანმა, რომელიც სიმაღლე მეტრა და 50 იყო, ააშენა აი ამ მოთაღზე ალბათ 4-ჯერ უფრო დიდი პარკი, სადაც ეს ქვები ერთმანეთზე არის გამაგებული. ტელინგერი იძახის, რომ ლიტსკალნინი იგივე პრინციპს იყენებდა, რადგან პატარა ბავშვებმა მოყვეს ესეთი ისტორია, რომ სკოლაში როდესაც მიდიოდნენ და შორტკატის გზა აირჩიეს, შეამჩნიეს, რომ ედ ლიტსკალნინი ქვებს ორი ნაყინის კონიქს, როგორც არის, ანუ ნაყინის ფორმის ქვებით ჰაერში წევდა. არ ვიცი ეგ რამდენად დასაჯერებელია, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ცოტა სკეპტიკურად უნდა შევხედოთ, თუმცა საინტერესოა. ეხლა კი ვისაუბროთ ბუნებრივ რეზონანსზე, ანუ რეზონანსი, რომელიც ბუნებაში გვხდება. ამის რამდენიმე მაგალითი მოვიყვანე. ერთი არის ის, რომ ყვავილები, რომლებიც მხოლოდ მაშინ გვხდებიან, რომ ტვერი არის გამოსაშვები, როდესაც ფუტკრის ფრთების ქნების ვიბრაციებს გრძნობენ. მეორე ვარიანტი არის, რომელიც ასევე ცნობილი არის, ამავდროულად მეოთხეც ალბათ გეცოდინებათ, რომ ვეშაპები დაბალი სიხშირის ხმის ვიბრაციებით წყალქვეშ კომუნიკაციას ამყარებენ ერთმანეთთან, სპილოები, რომლებიც ფეხის ქვევით გრძნობენ ვიბრაციებს, ანუ მიწაში გასულ დაბალ ვიბრაციებს და ეგრე აქვთ კომუნიკაცია რამდენიმე კილომეტრზე. როგორ ხდება? არ ვიცი. მაგრამ კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი არის ის, რომ დელფინები და ზოგიერთი ტიპის ვეშაპები გამოსცემენ სპეციალურ ვიბრაციას და სპეციალურ ხმის სიხშირეს, რომელსაც შეუძლია რომ თევზის წონა და ამ თევზის სხეული რეზონანსში აიყვანოს. ალბათ ზომასაც გააჩნია, მაგრამ პატარა თევზებზე მაქვს საუბარი და აი როგორი საშინელება იქნება, როდესაც თევზები ზღვაში უბრალოდ ცურავენ და წარმოგიდგენთ რაღაც მომენტში ეს ვეშაპი ამ რაღაც ვიბრაციას უშვებს და თევზებმაც ავიდავაშო. ამ მომენტში თევზები უბრალოდ ვერ მოძრაობენ, იმიტომ რომ რეზონანსში თუ აკრავს ერთი ობიექტი, იგივენაირად როგორც ქვა, იმას ჰაერში აჩერებ თეორიულად და თევზებიც ეგრე იყვნენ რა იყო და თევზებიც ეგრე შეშთებდნენ, როდესაც ეს დელფინები გამოსცემენ ამ ვიბრაციას. ეხლა კი ვისაუბროთ ადამიანის სხეულზე და ადამიანის სხეული აღვიქვათ როგორც ტონოსკოპის ერთ-ერთი ვარიაცია. რადგან ამაზე უკვე ვისაუბრეთ და რადგან ადამიანის სხეულის 70-80% წყალია, ის წყალი არა მთლად, რომელსაც სვამთ, მაგრამ ლიკვიდი რა. შესაბამისად, ბევრად უფრო მარტივი არის ხმისთვის, რომ ადამიანის ორგანიზმში შეაღწიოს და განივრცოს, ვიდრე მაგალითად ჰაერში. ასევე რამდენად კავშირში არის კიდე ხმა ადამიანის ნერვულ სისტემასთან,
ესეც აუცილებელია რომ ვახსენოთ, იმიტომ რომ ხმას შეუძლია ჩვენი ნერვული სისტემის ან დაწყნარება, ან პირიქით რაღაც ქვია იმ ეფექტს. ხო, ხო რა, მოკლედ როკს რომ მოусმინო ვარჯიშის დროს, აუცილებლად უფრო მეტი ენერგია გიჩნდება საიდანღაც, ვიდრე მაგალითად კლასიკურ მუსიკას და ეზიდო 100 კილოიან გირებს. ენტრეიმენტი და არა ენტერტეინმენტი ეს არის სინქრონიზაცია ხმასთან დარწმუნებული ვარ ყველას გაიკეთებიათ ეს როდესაც ყურსასმენებში მუსიკას უსმენთ და ფეხს ააყოლებთ ან უბრალოდ თითს ურყამ ფეხს ამ დროს ჩვენი ორგანიზმი და ჩვენი სხეული შედის ესე ვთქვათ სინქრონიზაციასთან ან უბრალოდ სინქრონული ხდება იმ მუსიკასთან რომელსაც ვუსმენთ რა და კიდევ უფრო მეტ ეფექტს აძლევს ხმას და გვაჯერებს იმას რომ სხვადასხვანაირი ტიპის მუსიკას შეუძლია განსხვავებულად მოქმედოს ჩვენ გუნებაზე. იმაზე მინდოდა კიდე საუბარი რომ მაგალითად თუნდაც ჰიპ-ჰოპში 808 კიკი ან ნებისმიერ სხვა ჟანრში, როდესაც დაბალი სიხშირეები გამოიცემა სპიკერებიდან, ამ დაბალ სიხშირეებს პირდაპირ დიაფრაგმით ვგრძნობთ. არ ვიცი თუ გქონიათ ეგ შემთხვევა, მაგრამ აი ძირითადად ამ არეალში ვგრძნობთ დაძაბულობას თუ რაღაცა სპეციალურად განკუთვნილია იმისთვის, რომ ზუსტად აი მუცელში ვიგრძნოთ, იმიტომ რომ ეგ არის ზუსტად ის სიხშირე, რომელიც ამ კონკრეტულ ადგილში განკუთვნილ ორგანოებს ანუ რეზონანსში იყვანს რა მის სიხშირეს ემთხვევა. ახლა გადავიდეთ ფოთელი მეცნიერის ედისეო მიმინოშვილის ერთ-ერთ თეორიაზე. ეს მეგახლავართ. ფსიქოაკუსტიკური არქივი. და რა არის ეხლა ფსიქოაკუსტიკური არქივი? დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდი თუ როგორ შეიძლებოდა ხმა ყოფილიყო დაკავშირებული ჩვენ ემოციებთან და მაგალითად წარსულის მოგონებებთან. მე მაგალითად მქონია ისეთი შემთხვევაც კი, როდესაც წლების შემდეგ რაღაც ნაცნობი მუსიკა მომისმენია და ნოსვითაც შემიგძნია ის სუნი, რომელიც 3 წლის წინ ხო მოსმენისას იყო რა ჩემ გარშემო. რაც აბსურდული უნდა იყოს, თუმცა ამაზე ცალკეული კვლევები არის ჩატარებული, როგორ შეიძლება მოხდეს ეს. ეხლა არის ჩემი თეორია და ეგეც ცოტა ისეთია ეგოისტურად შეიძლება ვიღაცას უკვე აქვს მსგავსი, მაგრამ არ შემხვედრია. მე ვფიქრობ, რომ ადამიანი როდესაც მუსიკას უსმენს და ზედმეტად ემოციური კავშირი მყარდება მუსიკასთან, სწორედ ამ მომენტში ჩვენი სხეულის, აი სკანირება მიდის რა, იმ მომენტში ჩვენი სხეულის და ჩვენ გარშემო მყოფი ადამიანების, ან თუნდაც ეს შეხება იყოს ყველაფერს როგორღაც ერთი სნეპშოტი დავარქვი, ერთი სნეპშოტით იმახსოვრებს რა, ეს იქნება სუნი, ანუ ყნოსვა, ეს იქნება მგრძნობელობა, როგორც შიგნიდან, ასევე გარედან რო ვიღაც შეგეხება და დანარჩენი შესაძლებელია კიდე იყოს აი ნოსტალგიური გრძნობა და რაღაც ფლეშბექივით მაგალითად შენობა ან რაღაც რო ისევ თვალ წინ წარმოგიდგეს რა, როდესაც უკვე თავიდან მოусმენ ამ მუსიკას რა. და ჩემი აზრით, როდესაც მუსიკას ვუსმენთ, ეს ყველაფერი, ეს გრძნობები ტეტრისი ან ყველას გითამაშიათ ან დაახლოებით გაქვს წარმოდგენა როგორ ხდება, როგორ ლაგდება ეს რაღაც ფიგურები. მე მგონია რომ ზუსტად ეგრე ლაგდება ეს გრძნობები ტეტრისის ფორმის და უნიკალური ფორმაა და ამ ფორმას როგორღაც ჩვენი ორგანიზმი გონების ანუ ქვეცნობიერის საცავში ინახავს. და ამ საცავში რეალურად გასაღების გარეშე ვერავინ ვერ შევა და ვერ გადმოიტანა ამ საცავიდან ამ რაღაც კოდს უკან. სანამ რა თქმა უნდა ის გასაღები არ გექნება და ეს გასაღები რეალურად არის ზუსტად ის მუსიკა, რომელსაც შეიძლება 1 წლის მერე მოусმენ. ეს არის ჩვენი მეგობარი AI-ის მიერ დაგენერირებული დაახლოებით რომ ამეხსნა როგორ ხდება ამ ყველაფრის დაგროვება, როგორ ცნობა, ყნოსვა, შეხება, ნოსტალგია. ეს ყველაფერი ერთად დაგროვდეს რაღაც პაზლად, შემდეგ უკვე ავიდეს და ამ საცავში შევინახოთ და ბოლოს კი ყველაფრის ესე ვთქვათ გასააქტიურებლად უბრალოდ ის გასაღები, ანუ ის მუსიკა არის საჭირო, რომელმაც ჩვენში ძალიან დიდი ემოციები გამოიწვია. ორჩა როგორც მოკლედ დავიწყეთ ყველაფერი იქიდან რომ პირამიდების აშენებაშიც თეორიულად შეიძლება ხმა ყოფილიყო გამოყენებული. სხვადასხვა ვარიაციები განვიხილეთ თუ რაში ვიყენებთ და რაში შეიძლება რომ პოტენციურად გამოვიყენოთ ხმის სიხშირეები და ხმის ვიბრაციები. აქედან კი მინდა იმაზე ვისაუბრო, რომ
წინა სლაიდიდან გადმოსული, აი ზუსტად ჩვენი სხეული არის რეალურად ის ტონოსკოპი, რომელიც თავის დროზე ქლადნიმ აღმოაჩინა, თუნდაც იმ ვიოლინოს ხემით, რაღაც ფირფიტაზე ვიბრაციების გამოშვებით. ანუ ჩვენს სხეულს შეუძლია, რომ ხმის საშუალებით ძალიან ბევრი რამ დაიმახსოვროს და მეტსაც ვიტყვი, რომ ხმა ან მუსიკა შესაძლოა იყოს ერთადერთი საშუალება, რომ ჩვენი იმდროინდელი მე, ანუ წარსულში დაბრუნების საშუალება მოგვეცეს რა. მე არ მახსენდება სხვა ვარიაცია თუ როგორ შეიძლება მაგალითად წარსულის მოგონება უბრალოდ ან უბრალოდ არა მხოლოდ ვიზუალურად გაიხსენო დაახლოებით როგორი იყო, არამედ მგრძნობელობა მოსვა და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი გადმოყვეს უკვე იმ აწმყოში, რომელშიც ვართ. მადლობა. თუ რაიმე სახის კითხვები გაქვთ, კი ბატონო. შიდა რაღაც ემოცია წამოწ. კი, ეგრეა ხო, იმიტომ რომ თუ ერთი და იგივე ტიპის მუსიკა სხვადასხვა პერიოდებში მოგწონს და იგივე სიამოვნებას განიჭებს, ესე იგი ნამდვილად მოგწონს ეგ და შეგიძლია რომ წლების განმავლობაში უსმინო და პრობლემა კიდე რა არის იცით, აი მაგალითად როდესაც თინეიჯერობის ასაკში მაგალითად გაქვს დეპრესია. დეპრესია თუ გაქვს, რას აკეთებ? რთავ კიდევ უფრო დეპრესიულ მუსიკას. რატო ანუ რატო არ შეიძლება რომ კარგ მუსიკას, ანუ დადებით მუსიკას მოусმინო და ეცადო რომ შენი ორგანიზმი მომართო აქეთკენ და არა მაგალითად ტანჯვისკენ. ეგ ეხლა ცალკე ძალიან იქით ფსიქოლოგიურ თემებში გადავდივართ, მაგრამ ხო ანუ თემა ის არის რომ თუ შენ გინდა რომ ცუდი სიტუაციიდან გამოხვიდე და ამისთვის მუსიკა გამოიყენო, მოდი იგივე რაღაც არ ჩაირთო რა. მე მაგალითად თავი ეგრე დავახციე თავის დროს. მე უსმენდი 80-იანების R&B-ს ან funk-ს ან რაღაც ეგეთ soul-ს, სადაც ტიპები უბრალოდ ბედნიერები იყვნენ არაფრისგან, რომ ქუჩაში განხოვედი და მერცხალმა გაიფრენა. ამაზეც კი ბედნიერად მღეროდნენ ტიპები და ეხლა მე რო თავის დროზე მაგალითად ჩამერთო რაღაც death metal-ი და უფრო აგრესია გამომეცა, ან მაგალითად რომანტიული მუსიკები ჩამერთო, სადაც რაღაც სიყვარულზე მიდის და როგორი რაღაც მონატრება. ანუ ისევ აქეთკენ მიდიხარ რა და ბოლომდე გამოყავს ეს ემოცია და რაღაც ტირილამდე შეიძლება მიხვიდე რომ ახრა ხო და მე ანუ არ ვიცი მე რანაირად უნდა იყო ემოციურად დაკავშირებული ისევ მაგ მუსიკასთან რა თუ იმენა ბოლომდე გაგტეხავს და გამოგწურავს ენერგიას შემდეგში ჩემი აზრით აღარ უნდა იყოს სასიამოვნო მის მოსმენა იმიტომ რომ ყველაფერი ცუდი მაგასთან ასოცირდება